აეროპორტიდან პაპი ფრანცისკე ავლაბრის რეზიდენციაში გაემგზავრება, სადაც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართავს შეხვედრას. ვიზიტის ფარგლებში დღესვე დაგეგმილია აუდიენცია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთანაც, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა და დიპლომატიურ კორპუსთან, რის შემდეგაც რომის პაპს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიღებს. საქართველოში ვიზიტის პირველ დღეს პაპი ფრანცისკე ასირიელ ქალდეურ საზოგადოებასთან შეხვედრით დაასრულებს. ხვალ კი დაგეგმილია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ხვალვე რომის პაპი საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდება, მოგვიანებით კი მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს. რომის პაპი საქართველოს 2 ოქტომბერს დატოვებს. ნახვა კადრში ხედავთ რომის პაპს, პაპ ფრანცისკეს. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აეროპორტიდან პაპი ფრანცისკე ავლაბრის რეზიდენციაში გაემგზავრება, სადაც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართავს შეხვედრას, ხოლო მოგვიანებით ის უკვე შეხვდება ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც, სამოქალაქო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს და ასევე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს. საპატიო ყარაული თქვენ საპატიო დაწყობილია. ყარაულის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ბერელიძე. და ახლა ანალიტიკას უბრუნდებით, ექსკლუზივით გავხსნით დღევანდელ გამოშვებას. TBC ბანკის სადაზღვევო კომპანია კოპენბურგთან